დღეიდან მაისის ბოლომდე წიგნის მე-17 ფესტივალი ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გიმას მისძლებს სპეციალური სტუმრები, შემოთავაზებები და პრეზენტაციები. დავით აბრამიშვილი გვიერთდება ექსპო ჯორჯიადან, რომ დეტალურად მოგვიყვეს წიგნის ფესტივალზე. წიგნებში ხარ ჩაფლული თავიდან ბოლომდე. დილამშვიდობისა გიორგი ეკა, მოგესალმებით. დიახ, როგორც თქვენ უკვე გაიმეორეთ და ახსენეთ, მეც გავიმეორებ, გამეორება ცოდნის დედაო, ცოდნა კი უპირველესად წიგნთან ასოცირდება და წიგნიერებასთან. დიახ, თბილისი უმასპინძლებს დღეიდან მაისის ბოლომდე საერთაშორისო მე-17 ფესტივალს, რომელიც უკვე კარგი ხანია რაც არსებობს, შესაბამისად გაიზარდა მასშტაბებით, წელს უპრეცედენტოდ ბევრი 63 გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას, რაც თავისთავად მეტყველებს თვითონ ფესტივალის მნიშვნელობაზეც და ხარისხზე. ჩატარდება უამრავი ღონისძიება, მათ შორის იქნება წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ და რა თქმა უნდა უცხოელ გამომცემლებთან და მწერლებთან. უფრო ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ისაუბრებს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან კიღურაძე. კეთი იქნებ მასშტაბებზე, ღონისძიებებზე თავად ისაუბრო. კი ბატონო, წელს განსაკუთრებული ის არის, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ დადო ხელშეკრულება გაერთიანებული ემირატების შარჟის წიგნის ფესტივალთან და გვეყოლება 5 არაბი გამომცემელი სტუმრად. ანუ არა მარტო მკითხველისთვის და ავტორებისთვის, გამომცემლებისთვისაც პლაცდარმია ეს ფესტივალი. რა თქმა უნდა, შარშან ჩვენ ყავდა ძალიან ასევე თურქი გამომცემლები და ვცდილობთ ყოველწლიურად ამ ჩვენს საქართველოს წიგნის სფეროში ჩავერხდეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მკითხველის კონტექსტიდანაც შევაფასოთ, იმიტომ ბოლო პერიოდში თბილისში ძალიან ბევრი ფესტივალი ტარდება, თუმცა ეს ფესტივალი თავისი მასშტაბით არის საკმაოდ დიდი, რადგან მკითხველს აქ შეუძლია ჟანრისაც უნდა და რა კონტექსტსაც უნდა იმ ლიტერატურას. მასშტაბით და მისი ტრადიციით, იმიტომ რომ უკვე მე-17 წელია ეს ფესტივალი ტარდება. 4 დღის განმავლობაში სცენა იქნება სრულიად დაკავებული. იქნება შეხვედრები ავტორებთან, თარგმნელებთან, ახალი წიგნის პრეზენტაციები, რა აქვს გამომცემლებს დაგეგმილი მომავალი წლისათვის, რაზე უნდათ რომ კონკურსები, ბლოგერების კონკურსი იქნება საუკეთესო ბლოგთან დაკავშირებით წიგნის შესახებ. საუკეთესო კრიტიკა წიგნის შესახებ. დიდი მადლობა დავამშვიდობებით ქეთევან კიღურაძეს და მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ წიგნი და წიგნიერება არ არის მხოლოდ დიდებისთვის, ასე რომ თქვენი ბავშვებით შეგიძლიათ ამას წამოიყვანოთ, ბავშვებისთვის კი ძალიან საინტერესო კუთხე შექმნა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ვინ და მე მგონი ბიბლიოთეკამ ყველაზე უკეთ იცის რომ აღზრდა და წიგნთან სიყვარული სწორედ პატარა ასაკიდან უნდა დავუწყოთ. მშვიდობისა, მოგესალმებით, ართო მოგესალმებით მაყურებელს, ლოცავ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს წიგნის ფესტივალს. მე მგონია რომ მართლაც აი დაახლოებით 1 საათში როცა აქავრობა გაიხსება უკვე ბავშვებით და საბავშვო წიგნები, ჩვენ გვექნება კარგი მინიშნება იმის რომ სხვა დანარჩენ პავლიონებში მომავალ წლებში იქნება ძალიან ბევრი მკითხველი, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩართულობა როგორი იქნება გიორგი, ანუ როგორც ხდები რაღაც ილუსტრატორები, საბავშვო ავტორები, თარგმნელები, საბავშვო ლიტერატურის, ასევე ილუსტრატორები, იქნება პატარა ესეთი სახალისო მასტერკლასები და შესაბამისად მე მგონია რომ ბავშვები ერთი მხრივ ძალიან გაერთობიან და მეორე მხრივ მიხვდებიან წიგნის მნიშვნელობას და მე ნელ-ნელა გადაიმსამართებენ იმ დიდ პავლიონებში, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დიდი მადლობა გიორგი, ასე რომ მე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ფესტივალი დღეს ზუსტად 1 საათზე გაიხსნება, ასე რომ გელოდებით ყველას დღეიდან 31 მაისის ჩათვლით არ დარჩეთ სახლებში, იკითხეთ წიგნები. დავით, მადლობა. დიდი მადლობა. და